სალამი ძვირფასო გამომწერებო, მასრი დისკუსიები კვლავ თქვენთან ერთად არის. მე მიშა ვარ და სალამი ბატონო გიორგი. მოგესალმებით. აბა დღეს რას გვეტყვი? საინტერესო. ასე მგონია ძალიან დიდი ხანია ჩაგვიწევდა მიშა. ერთი თვე არის, ხო? კი, იმიტომ რომ დავაგროვეთ რაღაც ბატონი გიორგი წასული იყო ქვეყნიდან და შესაძლოა თვითონ ჩაწერის პროცესი, კი. დასვენებლად ვიყავი ცოტა ხანი. დასვენება მინდა მეთქი თქვენგან და მაგ გამოცდილებასაც გაგიზიაროთ მიშა დანით ვიყავი წასული. დავაი, მალე დავიწყოთ. შენი მოგზაურობა აბა სულ ვიძახთით ხოლმე სამოგზაურო დანას, თქვათ მოგზაურობაში რა დანა მიგაქვს, რა არ მიგაქვს და ნუ ამ შემთხვევაში გადავწყვეტე რომ აი ეს წამეღო. რიტის გრავიტაციული. ოღონდ გადავწყვეტე რომ მეთქი თუ წამართვენ რა უახალს ავიღე უბრალოდ მინდა რომ მეცადა რა და აეროპორტში შესვლამდე დავდექი პირი მარტივად მოხსენი. გავაწყე ჯიბეში გავიკეთე და გავიარე. რამდენი გავიარე? 4 სასაზღვრო პუნქტი რა. ეხლა 4 შემოწმება გავიარე და მარტო ერთგან იყო რომ გააჩერეს, უყურეს, არა ვერ გაგატან თუ მეთქი რას ვერ გამატან, სათამაშო ფიჯეტია და კაიო, მაგრამ შემდეგისთვის გაითვალისწინებო რომ ეგ სად მონდა კონკრეტულად. ეგ იყო მალტაზე. მალტაზე მითხრეს ეგა. მალტაზე, იმიტომ რომ არის ძალიან პატარა აეროპორტი, ძალიან ესეთი ტიპები არიან თავი ბოლო მოკლედ არ უნდა გაგიკვირდეს მალტაზე, კი ბატონო. ევროპაში არ მანდიყო დანარჩენი ჩავედი, რაღაც ევრო ნახევარი მივეცი თუ რაღაცა 10 პირი იყო, ერთი სალი გამოვიღე, დანარჩენები დავტოვე და ჯიბეზე მეკეთა სულ და სიმართლე გითხრა ძალიან რაღაცა სასიამოვნო იყო, აქ რო ამაზე დაგდებენ, იქ არავის ხმა არ მოუღია და ძალიან ბევრი პაკეტები გავხსენე მიშა იქ. ძალიან საინტერესო რაღაცა აღმოვაჩინე ახლა სხვათა შორის ბატონო გიორგი დააკვირდი აქ ეს ჩვენ ხო SK5 ვართ. ხო, SK2H არის ფაქტიურად უჟანგავი SK5. კარგი? ხო, ანუ ეს იქ იყიდე? არა, ეს აქ მაქვს ნაყეთი. ხო, იმიტომ რომ მოკლედ არა, ვიცი დამატება მინდა, იცი თუ ვინმე გაითვალისწინებთ გიორგის გამოცდილებას და გადაწყვეტთ რომ ეს გააკეთოთ, შეგიძლიათ ეს მოხსნათ, არ გადააგდოთ და ჩემოდანში ეს ჩადოთ, ჩემოდანში პრობლემა არ არის, არანაირი. ნუ ადგილზე გავუკეთოთ. ჩემი ანუ ეს უბრალოდ რაღაც დაიყო თორე დანარჩენი ახლა არც გირჩევთ რომ თქვა ეს წაიღოთ თან რა ანუ საბარგულში ნებისმიერ ბარკში ნებისმიერ რამის შაბარება შეიძლება ბარკში მაგრამ ახლა ჯიბეზე თან იცი რა შემოაქვს მიშა იმას აქვს კაი big idea design-ს აქვს მგონი ანუ ესეთი არ არის რა რაღაცა დანასავით პირდაპირ უბრალოდ სარიელი ესეთი პატარა ბრტყელი არის რომელსაც თქვა ესენი უკეთება იმაზე უკვე აღარ მგონია რომ ვინმე საერთოდ რაიმე თქვას და ის თავისთავად შეგიძლიათ ჯიბეზეც გეკეთოთ და თვითმფრინავშიც აიტანოთ მოკლედ სამოგზაუროდ იდეალური რაღაცა არის ჩემი აზრით სხვა დანებსაც წაიღებთ სამოგზაუროდ რა თქმა უნდა მაგრამ იქაური კანონმდებლობა იქაური პოლიცია მოკლედ ამაზე არავის პრობლემა არ აქვს არსად თუ რამე იქნება პირს მოხსნით და გადააგდებთ მაშინ ახლა ეს გამოვიდა შეგნებულად რა მე ახლა მიწევს აპრილის თვეში ევროპაში დასვლა და მე ვაპირებ რომ ეს მაგიცი? კაი, მანახე? ანუ თავი ბოლო არც საბარგულში არსად ჯანტაში ჩავიდო მინდა და წავიდო. მაინტერესებს. არა, წაგართმევენ. თუ წამართვენ, მაგრამ მე მგონია რომ წამართვენ. ის ქონა კიდე გატეხილი ვიქტორინოქს ქონა პატარა და ის ნაგავში ჩამიგდეს. გატეხილი იყო დაჟე. რომ მეთქი ისიც ეგრე მქონა, მეთქი არ მენანება ისა და წვეტიანი ნივთები აკრძალული არის რა და მოკლედ ვსტიმე მაინც. შეხედე, ეგეც გამოცდილება არის. არ დავმალავ და მაინტერესებს. ეგეც გამოცდილება არის. მიხვდებიან რა არის? თუ მიხვდებიან, მე თვითონ გადავაგდებ რა. კაი. ამ შემთხვევაში მე ამის ფარულობა მაინტერესებს. კი ბატონო. ფლეშკას რო გავს მაგიტო. იმ სკანერზე მე მგონი ყველაფერს ხედავენ თორე განაჩენი არა? კაი. სხვანაირად არის ამას ვერ მოვყვები, არ არის. თვითმფრინავიდან ველოდებით სურათს. კი ბატონო, თუ გამოვიდა აუცილებლად გადავიღებ. არა, ესე იგი ჩავმართავს. კი ბატონო. გადავიდეთ შემდეგ ნაწილზე მიშა. გადავიდეთ შემდეგ ნაწილზე, გადავიდეთ. აქტუალური და როგორც წინა გადაცემაში ვიკითხეთ, ნუ ყველა საინტერესებს კანონმდებლობის თემა, რო შეიცვალა და აქტუალური არის ჯერჯერობით და ერთი კითხვა მაქვს, შეიძლება სანამ შენ საქმეზე გადახვალ, ანუ ეს ვიდეო ახლა ჩვენ რო ვიღებთ და იდება ერთ კვირაში. კარგი? და შენ რას აპირებ ამ ერთი კვირის განმავლობაში უნდა მოსდო მთელ ქვეყანას ეს თუ გამოსვლამდე შეინახავ პატარა არა, ვიდეოს გამოსვლის დროს კიდე ახლა ორი ნივთი მაქვს დაჩქარებულზე დატოვებული და ვიდეოს გამოსვლამდე წესით თუ არ დამიგვიანეს, წინა დღეს, მაქსიმუმ იმ დღეს უნდა მომცენ
და ის პასუხი რო გვეცოდინება, ვიდეოსთან ერთად უკვე გადავწყვეტ რომ თქვა რაღაცა უკვე დარწმუნებით ვიცით და იმას რო გავაზიარებ. მაშინ მთელი გულისყურით ისმენთ აბა. მაგასაც ვისაუბრებთ მაგაზე და თუ ისე გამოვიდა რომ საპირისპირო და რაღაც განსულად დამთავრდა ეს ამბავი, ყველა შემთხვევაში კარგი არის, იმიტომ რომ აბსურდულობის რაღაცა მაქსიმუმს მივაღწევთ, რაც გამოგვადგება ასევე, თუმცა არ გვჭირდება არაფერში. თუმცა ლოგიკით ეგრე არ უნდა იყოს და ყველაფერი კარგად უნდა დაალაგდეს. კეთილი მიშა, მოკლედ. მადლობა ყველას, ვინც რაღაცნაირად ფინანსურად მონაწილეობა მიიღო ამ ყველაფერში, იმიტომ რომ აი რო წარმოვიდგინოთ ახლა რამდენი დასკვნა არის 1 2 3 4 5 ეს 6. ესენი არის ყველა შემდეგი, ანუ ნაბიჯი რაღაცა მიგვაქვს რომ თქვა რაღაცას მოგცემენ, იმაზე რა უპასუხოთ. ეს რო თქვა დაჩქარებული წესით არ გაკეთებული იყო, რომელიც 5 სამუშაო დღეში არის, ჩათვალე რომ 1 წელიწადი არ ეყოფოდა. კი ბატონო. ეხლა რაღაცებს გავაკეთებ დაჩქარებული ყოველ შემთხვევაში ესე უცებ ესეთ შედეგს ვერ დავდებდით. რაღაცნაირად მგონია რომ სიკეთეს გავაკეთეთ, მიშა, იმიტომ რომ თქვა აი მრავალფუნქციურებზე რო დავწერეთ, რაღაცებზე რო დავწერეთ, შეიძლება რამდენიმე ადამიანი ჯარიმას გადავარჩინეთ. მე სხვა ჯგუფებში სხვათა შორის ძალიან მომხვდა თვალში, როგორი განხილვები ხდება და რამხელა პროტესტი გაჩნდა უბრალო მშრომელ ხალხში, რომ ძალიან ბევრი ხდება, რომ ანუ რაცა სამალე არ ოდან ამაკთან და მაგის გამო შიშით ვიარო და ანუ ასე შემდეგ. მაგაზე თავიდანვე ვთქვით, რომ დანების შემთხვევაში კარგად არის, უკეთესად არის, დანების შემთხვევაში უბრალოდ ალბათ მეტი უნდათ რომ შეეზღუდათ, უბრალოდ მეტი ვერ შეზღუდა ამ თემას რა დანარჩენი მაშინ ბრუნვიდან უნდა ამოიღო. და მაგან გამოიწვია ის რომ უბრალოდ ამ ვიწრო სფეროს, დანების მოყვარულების სფეროს აქამდე ცდებოდა ხოლმე რომ გაფართოვდა და მოყვნენ შიგნით ყველანი. მაგაზეც ვისაუბრეთ ვიდეოს ბოლოსკენ. აუცილებლად. კი ბატონო, დანარჩენი დანების თემაში რა ხდება ახლა? მოკლედ, მახათი არ გვინდა, მახათი ვიცით. მახათის თემას, ანუ ეს ყველაფერი არის ცალკე მიმართულება. ანუ ეს თავიდან რო ეს მივაყარეთ დასკვნები, მე ნელა ახლა რაღაცა გავარკვიეთ, რაღაცა ვიცით რომ ის საჩვენო არის. დანარჩენი ეს ჩაშლები რაც არის, მახათი არის, ცული არის და რაღაცეები არის, ეგ ყველა ცალკე მიმართულება არის და მაგას კიდე ნელა ჩავეძევით. მაგალითად, მახათის როგორი სახეობა და როგორ აბსურდამდე შეიძლება მიხვიდე, ახლა პატარა მახათი მაქვს რაღაცა გამოწერილი მიშა. ცულის თქვათ როგორი სახეობა, ცულთან ერთად ცული თუ არის, წალდი ხელეჩო რაღაცები, ანუ ყველა ცალკე მიმართულება არის და მაგას უკვე დრო დაჭირდება, თუმცა ეგენი საჩქარო არ არის. ესენი ნაჩქაროებად რაც გაკეთდა, ის არის რომ თქვათ აი მრავალფუნქციური თქვათ ხალხი არ დაჯარიმდეს და დანების თემა ჩვენი რაც არის. კიდე 4 სანტიმეტრზე ვამე ხოლმე ძალიან ხშირად კითხვას. აი 4 სანტიმეტრი იმდენად რაღაცნაირი შეურაცხყოფელი არის ჩემთვის და მაგას არ ვეძიები ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე. ანუ პრიორიტეტებში არის სხვადასხვა რაღაცეები. დანარჩენი როცა ამას ამოვწურავ და რაღაცა გამოვითავიზულდება დრო და რესურსი, რა თქმა უნდა ზომაზეც მე დავიწყებთ რომ აბა ეს არის, ეს არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ისე მკაფიოდ წერია რომ 4 სანტიმეტრიო, მაგაზე ჯეჯრობით დროს და რესურსთა თანხებს არ უთმობთ. კაი, რა გვაქვს ახლა სასიხარულო ამბავი, ხო? აბა, მაგ დროს უნდა იყოს ხოლმე? რაღაცა მუსიკა დაადე მაგ დროს. გეგირო ისინი ბურბუშელები. სასიხარულო ამბავი გავანათოთ რაღაცნაირად. მახათი არ გვინდა, ეს არ გვინდა. ამაზე მიშა არ ვისაუბრებ, ეს ცოტა რაღაცა ნონსენსი არის, რომელიც ადრე თუ გვიან იქნება. დღეს ვფიქრობდი, რომ ალბათ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში რაღაც რო დამთავრდება, ალბათ საიტზე გავაკეთებთ მთელ რაღაცა არქივს დასკვნების. ხო, ეს რეალური საარქივო მასალა არის. და იმ ყველაფერს დავასკანერებთ და ჩამოვაყოლებთ და ესე ხალხი შევა და ნახავს ყველაფერი. ანუ რა იყო თქვათ იმ კანონის პირობებში, მე ეხლა რო შეიცვალა თქვათ 1 თებერვლიდან მე მაგის დასკვნები ცალკე იქნება. და მე სადამდეც მივალთ მაგისები ცალკე იქნება. მე შეიძლება უნივერსიტეტში ასწავლონ кейსად რომ შრომას ყოველთვის აზრი აქვს. შრომას აქვს აზრი. ხო, მოკლედ ძალიან კარგად მახსოვს, სიმართლე გითხრა ცოტა აი რაღაცნაირი წენა რო გაქვს, აი მაშინ რო დავიწყე, კაცშუს ხმა არ მოუღია, არავის არაფერი არ უთქვამს რა და რაღაცა ბლაგვით დანა დავაბლაგვე და რაღაცა ცინიკური დამოკიდებულება ხელოსნების მხრიდანაც მახსოვს ძალიან. მასხერად აგდება დავარქვათ და კი ბატონო, კი, თუ და რო ანუ გულდსატკენია რა ხო და სხვას არაფერი არ გაუკეთებია რა და იყო რაღაცა ეგეთი თითის გამოშვერები და ფაქტია მაგზით დავიწყე შეიძლება უფრო მოკლე გზითაც აქამდე მისვლა მიშა მე არ ვიცი ახლა არ ვიძახი რომ რაღაცა ყველაზე კაი სტრატეგია შევარჩიე მაგრამ ფაქტია რომ რაღაც 3 წლის თავზე გავიდა და მე პირადად რაღაცანაირად სიხარულით
ჩემ თავსაც მივაკუთვნებ, ბევრი თანადგომა იყო, ბევრი გვერდში დგომა იყო, ჩემ თავსაც მივაკუთვნებ, რომ რაღაცა დიდი წილი აი ამაში რაღაცა შეტანილი მაქვს. მოკლედ სანამ კონკრეტულ ნივთს აჩვენებ და შედეგს იტყვი, რაღაცა ჩვენ ხო შევთანხმდეთ ბატონო გიორგი, რომ არ გვინდა ეს მოკრძალებული თქმები და დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი. ალბათ ჩვენი გამომწერები, მოდი ჩავთვალოთ, რომ არის ეს ხალხი იმის ღირსი, რომ იცოდნენ უბრალოდ რა დონეზე ვის მიუძღვის კონკრეტულ მოვლენებში რაღაცა წვლილი. ამიტომ რა ვიცი ხა, თუნდაც ეს კონკრეტული დასკვნა, რომელსაც ბატონი გიორგი ახლა გაგიზიარებთ და რომელიც არის ალბათ ამ მოვლენებისთვის პირველი ძალიან დიდი გადადგმული ნაბიჯი, არ შეიძლება და არ იქნება სამართლიანი, რომ ვინმეს კონდეს მისაკუთრების მცდელობა. ეს არის თავიდან ბოლომდე ამ კაცის დამსახურება და რა ვიცი ხა. ნუ ხო, უბრალოდ ტაშის დაკვრას არავის არ ვთხოვთ. უბრალოდ ხა რეალობა არის ესეთი, რომ ამ შედეგს მიაღწია გიორგიმ და ნუ მე მაგაზე რო ვფიქრობ, სიმართლე გითხრა, ნუ მე რო ამდენი არ მეწვალა, მე არ ამგონია რაიმე მიზეზი ყოფილიყო საერთოდ რაიმე ცვლილების და ეს იქნებოდა სულ ესე. მე ეს მგონია. მე ეს მგონია. ნებრივი კანონი, როცა არ გეწინააღმდეგება არავინ არაფერში და არის რა დამთავრდა. ფაქტია, შესაძლოა შარშან ოქტომბერში რო მოხდა ჩემი საპირისპირო დასკვნები, მაგის მერე გააჩერეს, აღარც მაძლევდნენ პასუხებს, კონტაქტი არ გამოდიოდნენ, ნაჩქარევად შეიცვალა კანონი და კანონი შეიცვალა თუ არა მეორე კვირაში მე ზედიზედ მომივიდა ორი ჯარიმა. კი ბატონო. ხო, კი ბატონო. ხო და მოკლედ, რა გვაქვს? ეს აღარ არის საჭირო, ესეც კარგი დასკვნა არის, მე ამ შემთხვევაში ვისაუბრებ, ესეც არ გვჭირდება, აქ მრავალფუნქციურები გვაქვს, ამაზეც გვაქვს ნასაუბრები. მოკლედ იმაზე ვიტყვი, ბევრი რო იძახდა, მაშინვე რაღაცნაირად ეჭვის თვალით შევხედე მე, ანუ ესე კანონში არ წერია, რომ 1 კილო დატვირთვას ჩამკეტი მექანიზმი უძლებს, იმიტომ რომ საუბარი არის მეგობრებო slip joint-ებზე. აი კონკრეტული დანა, მე სიმართლე გითხრათ, ძალიან ცოტა ხანი რამდენიმე დღე ვიარე დანის გარეშე, მე რამდენიმე დღეში ეს ჩავიდე ისევ ჯიბეში და მანამდე დასაკეცი ფრაიბარი თავისი კლიფსით იმით ვეგვილდი ახლა 4 სანტიმეტრიანიდან არ დავდიოდი და უკვე ამითი დავდივარ ჯიბეზე მიხაილ. რაში არის ახლა საქმე? სანამ ეტყო შეიძლება ერთ თემაზე უბრალოდ დავაზუსტო შენთან მაინტერესებს რომ შეიძლება რომ ამ slip joint-ი და ამ თემას slip joint-ობა ერთობლიობაში უწყობოთ. იცი რა, მე არის მგონია რომ უნდა მივიდეთ მაგამდე. იმდენად რაღაცნაირად ჩააკირკიტებულები ვართ აქეთ-იქით ვეკაჩებით, რომ უკვე double D-ტენტი და slip joint-იც გაყოფილი მაქვს. ანუ double D-ტენტებზე ყარად ვარ, თუმცა ჩემი აზრით რაღაცა ტერმინოლოგიით რო გადავსახმო, ესეც slip joint-ი არის, ანუ კავშირი არის ისეთი რა, ახლა კი D-ტენტებით არის, მაგრამ ნუ ესეც slip joint-ად არის აღიარებული, მაგრამ ჩვენთან ამას ყოფ. ამ double D-ტენტებზე მოკლედ 99% გვაქვს ჯიბეში საბუთები და ნუ შეთანხმება არის, რომ მე ესე მგონია, იმიტომ რომ მაგის გარეშე ეს არ იქნებოდა ესე მარტივად, რომ ჩამკეტის გარეშე დანები დაუშვეს. გასაგები. ხო და ანუ ლოგიკა რომ ყველაფერი ხო რა იგზალება და ჩამკეტე დანას ქვია მეგობრებო Everywhere Carry. ანუ მოდელის სახელი არის Everywhere Carry. ანუ ეგრე ქვია, რომ არსად არ არის აკრძალული. და ნუ ალბათ ამდენი წვალებით და რაღაცა ამდენი დასკვნების მოტანით საპირისპირო იმებით, სადაც თქვენს რომ არსად არ არის აკრძალული და ჩამკეტი მექანიზმი რომელსაც არ აქვს დანები, ის დაუშვა. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით მაგზას ვადგავართ. დანარჩენი ვნახოთ, შეიძლება კიდევ გადაუხვიოთ, მაგრამ მაგზას ვადგავართ. 1 კილოზე რო იყო საუბარი, მანდ იქ წერია 1 კილოს დრეკადობა. იცი აიდან აქვთ მიშაგან მოღებული. მე ბევრი ვიფიქრე. აბა. აი, სანამ გავხსნი, სად არის რომელ კანონში წერია დრეკადობაზე? ყველაზე კაი კანონი ვის აქვს? ქვეყანას გულის, ხო? კი. დრეკადობაზე მიშა. კი. არა, იცი რა, კიდევ სადღაცა მახსოვს, მაგრამ დრეკადობაზე შეიძლება იმათაც რუსეთიდან კონდეს რა, ანუ ნიტო რაღაც კანონი არის. ანუ რუსულ კანონში უამრავი კარგი რაღაცა არის, ეგეც კარგი რაღაცა არის და უბრალოდ როცა მარტო მაგას გადმოიტან. დაჟე ზუსტად იქაც ეგ წერია, მე მგონი. ტონაც ეგ უწერიოთ, მე მგონი. ხო, ეგრე დეტალურად არ მახსოვს, მაგრამ მე მარტო იქ ვიცი, რომ ანუ დანა რომელიც უკვე არც ერთ პარამეტრს აღარ აკმაყოფილებს, ანუ ყველაფერი შეიძლება იყოს უბრალოდ იმდენად დრეკადი არის, რომ თქვათ არაფერში აღარ ჯდება. იმაზე გადაწყვეტილება არის იქ, რომ ცვიარაღი არ არის. ანუ შეიძლება გარდაც ქონდეს, შეიძლება სიგრძეც ქონდეს, მაგრამ თუ არის დრეკადი, პლატინი დამთავრებული არის, ის ცვიარაღი არ არის და
ნუ ჩვენებმა გადმოიღეს მარტო ეგ. უცნაურად. ხო, ანუ ჩამკეტი მექანიზმი არ არის მეგობრებო, რომ იცოდეთ, არის დრეკადობა და აგის დამადასტურებლად უკვე რამდენიმე დასკვნა გვაქვს. აი, ველოდებით წაიკითხე ბატონო გიორგი, თუ შეიძლება ნელად ისე და გარკვევით. შემდგომი კვლევისას დანის პირის კონსტრუქციის სიმტკიცის და დრეკადობის დადგენის მიზნით მოხდა გირაკის. მიშა გირაკია თუ გირაკი? გირაგი არის აშკარა. უბრალოდ კანონში რახან გირაკი წერია, ყველგან გახდა გირაკი. ხო, გირაგია ქართულ განმარტებით გირაკი. კაი, შეიძლება გვეშლება, მაგრამ ნუ შეიძლება ხო ჩვენ გვეშლება. იმიტომ რომ კანონში რომ გირაგი არ წერია, აქაც გირაგი არ იქნება და იმიტომ რომ გირაგი სხვა რამე და გირაკი ჩვენ არ ვიცით. ხო, შეიძლება. მოკლედ, გირაკის საშუალებით ტარის მჭიდროდ დამაგრება და კონსტრუქციის სიმტკიცის და დამაგრება და ხელსაწყოს საშუალებით დანის პირის 1 კილოგრამის ოდენობით დატვირთვა. რა დროსაც დანის პირს რაიმე დეფორმაცია არ მეუღია მიშა. მაგაზე არის საუბარი. დანარჩენი გამოსაკვლევი ობიექტი ტექნიკო-კონსტრუქციული მონაცემებით წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ დანას, რომელსაც ფაქტიურ მდგომარეობაში არ გააჩნია დანის პირის საბრძოლო გახსნილ მდგომარეობაში ფიქსაცია და შესაბამისად არ წარმოადგენს ცივი არახს. აუ რა მხება რაღაცა. რა გავჩუმდები. კარგად არის ყველაფერი. ამ დანაზე არის მეგობრებო საუბარი. შესაბამისად იმდენად ჩახლართული არის ამბავი. რო გითხარი მიშა სლიპ ჯოინტი გაყოფილი მაქვს მეთქი. ვიდეო რო გამოვა ეხლა ჩვენ უკვე გვექნება დასკვნა, დატოვებული მაქვს სკვიკი. სკვიკზე მე პირდაპირ მაქვს დასკვნა. ახლა რო საუბრობთ წინაზე რო თქვა დასკვნები კი ძალაზე შეიძლება დაკარგა. სპაიდერკო, ის პატარები რო არის, ვარდისფერი რომ აქვს. ის სკვით არის. სკვით თუ რაღაცა. შენ სწორედ თქვი, სკვიკია სპაიდერკო და CR-ისა აქვს სკვით და მაგაში არის. ხო, არა, სკვიკ. ხო და ის დასკვნა შეიძლება არ გამოდგება იმისთვის რომ ის ცივი არაღი არის, მაგრამ იქ რაც წერია თვისებები, ზომები და ისინი ხო არ იცვლება. ხო და იქ მე მკაფიოდ მიწერია რომ დანას არ გააჩნია მაფიქსირებელი. ხო, მკაფიოდ მიწერია და ასევე მიწერია რომ არის მცირე ზომის. ბატონო. ანუ ეგ ორი უცვლელი არის. კანონი შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ის რომ მცირე ზომის არის, დიდი ვერ გახდება და ფიქსაცია თუ არ აქვს, ესე იგი არ აქვს ფიქსაცია. ხო და მაგაზე დაყრდნობით მოვითხოვე ხელახლა ჩატარება ექსპერტიზის რომ ეგეთი დანა რომელსაც ფიქსაცია არ აქვს და მცირე ზომის არის შეიძლება თუ არა იყოს განკუთვნილი ზიანის მისაყენებლად. ხო და დანარჩენი ვნახოთ რა დასკვნას ავიღებთ მიშა. დაწახვედი. აქტოვებთ ერთ წამი ისაუბრე ბატონო გიორგი. თუ შეიძლება. ხო და ზიანის მისაყენებლად რატო არის საუბარი კანონში ეგრეთ ჩაიწერა. რომ ნივთი რო ცივი არაღად კლასიფიცირდებოდეს, ნუ განკუთვნილი უნდა იყოს ზიანის მისაყენებლად. ჩემი აზრით ჩვენ რო ამ თემასთან დაინტერესებული ხალხი რო ყოფილიყავით ჩართული ამ სფეროში, ისა ამ კანონის რაღაცნაირად კონსულტაციებში მიღების. ბევრად ისეთ კანონს მივიღებით, რომ კიდე არ იქნებოდა როგორც დღეს არის რაღაცა ამ გაუგებრობების საშუალება და ბევრად უფრო კარგ პოზიციაში ვიქნებოდით ჩვენს მოქალაქეები და სამართალ დამცავებიც. ძალიან ბევრი გაუგებრობა მოყვება მაგას კიდევ ერთხელ, თუმცა ნუ სლიპ ჯოინტებზე და ჩამკეტის გარეშე მექანიზმებზე მე მგონი რომ წინ დიდი ნაბიჯი გადავდგით. დანარჩენი მიხეილ მოდი იმასაც ვიტყვი რა რომ პოპულარობისთვის რაღაცა სიტყვა არის ხოლმე პოპულიზმისთვის არ ვიცი ჩემთვის რამდენად შეეფერება ამას მაგრამ არასდროს არაფერი არ გამიკეთებია ერთადერთი იყო რომ აქტუალური ყოფილიყო თემა. ეს თუ კარგად გავიმყარეთ აი ეს პოზიცია მე ვაცხადებ მიშა რომ საჯაროდ რაღაც აი ამ თემის გაშავებას რაღაცა რომ რაღაც ძალიან აქტუალური იყოს და რაღაცა მაგას შევეშვები კი ბატონო გვერდები მაგიორის ბატონო ყველანაირად და დანარჩენი გავაგრძელებ ბრძოლას სამართლებრივად და ჩუმად და როგორც შეეფერება ამ სიტუაციას კი ბატონო ერთი წინა გადადგმული ნაბიჯი არის მიზნამდე ალბათ კიდე ერთი 20 ნაბიჯი გვიკლია არ ვინთქვას რომ თქვათ ეს კაი კანონი არის აუცილებლად შესაძლებელი არის კონფისკაცია, სრულად არაკონსტიტუციური არის. აუცილებლად შესაძლებელი არის ის, რომ დაუყოვნებლივ გამოყენება, რომელიც უამრავ გაუგებრობას იწვევს და საბარგულიდანაც არჩევენ, ართმევენ და მაგის ერთ-ერთ სურათს დავურთავთ კიდევაც, რომ საბარგულიდან იღებენ და აღარ დავასახელებ იმ საბარგულში რეები იყო საერთოდ და დანახო არა გაქვთო, რომ ეს დანაფობია არის.
და შესაძლებელი არის 4 სანტიმეტრი, შესაძლებელი არის მრავალ ფუნქციურებზე არ შეიძლება ადამიანების დაჯარიმება, არ არის სწორი, თუმცა მაგამდე უნდა მივიდეთ და ერთბაშად მისვლა ზოგადად არ ხდება ხოლმე, ნაბიჯ დავიწყოთ. თუ ამას მივახციეთ, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ჩავთვლით, რომ ანუ სწორგზას ვადგავართ. შესაძლებელი იქნება თუ სამხარაული იქნება, რომ მათი მხრიდან ეს არის რაღაცა ლოგიკური აზრისკენ გადმოდგმული ნაბიჯი და საპასუხოდ ანუ ჩვენც რაღაცა ყოველგვარ საჯარო იმას ყვეთ და გადავალთ უკვე ძალიან ისეთ ანუ იყო რაღაცნაირი როგორ რა ვთქვა ბრძოლა დავარქვათ ესეთ სახელით წყალებში და მე ამ ბრძოლაში ვიყენებდი კანონის გაშავების ყველანაირ საშუალებას შემხელთ არსებულის დანარჩენი რაღაცა განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება რაღაცა ვთქვა მაგრამ შევეცდები ისეთი ფორმით ვთქვა რომ თქვათ არ იყოს რაღაც მაქსიმალურად დავიცვა ის რაღაცა ზღვარი ყოველ შემთხვევაში რაც ვთქვი თუ ამას გავიმყარებთ რომ ჩამკეტის გარეშე დანები რომელიც მთელ მსოფლიოში დაშვებულია და ევრივე არ ქერიქვი ამ დანას ევრივე არსად არ ხდება მეგობრებო მაშინ მე წვეთ საჯაროდ ესე ამ თემის გაშავებას და ბრძოლას ვაგრძელებ სამართლებრივი ჩუმი გზით. ნამდვილად. ანუ პოტენციურად შეიძლება ესეც იყოს ბატონო გიორგი, პოტენციურად. ამ გზაზე ეხლა ისინი დანებში ვერ ყვევენ, შეიძლება რომ დაინახავენ რომ თქვა ამ სლიპ ჯოინტებში რაღაცა დანა. მე მგონია რომ დანაფობიას დამთავრდება. ამაზეც მივარ. რომ დანაფობია დღეს რაღაცა წვეტიან ნივთებს დაასდევენ, ეს გამოიწვია აი ამ რაღაცა მახინჯმა კანონმა. და თუ ერთ რაღაცაზე შევთანხმდებით რომ არ არის და რაღაცა ის ფსიქოლოგიაში ადამიანებში გარდატეხა მოხდება რომ შეიძლება წვეტიანი იყოს, მაგრამ არ იყოს დანაშაულისთვის, არ იყოს ზიანის მისაყენებლად, ეს დანაფობია, დანების დევნა დამთავრდება. დანარჩენი შეიძლება რაღაცა მოდელები ისევ აღმოჩნდეს ჩემი აზრით გაუგებრობის სხვერპალი. მართლა გულწრფელად მაინტერესებს კი ერთი სტატისტიკა რა, ანუ მე ხვდები რომ სავარაუდოდ თეორიაში იმ შანსს უშვებ რომ ჩვენგან ნაყიდი დანეთად შეიძლება მოხდეს დანაშაულის ჩადენა. უბრალოდ მართლა გულწრფელად მგონია რომ არის დანები, რომელსაც მენტალურად თქვა დამნაშავე ადამიანები არ ყიდულობენ რა. ანუ აი რატომღაც მგონია რომ ადამიანი რომელიც უშვებს რომ დანა მას შეიძლება დაჭირდეს დასაზიანებლად, იმას ეს დანა არ ჭირდება. აი გეტყვი უკითხავთ ხოლმე რა თქვა თუ რაღაცნაირად აი რომ შეხვედრა რომ მოხდეს აი რა სიძახი ერთ-ერთი არგუმენტი ჩემთვის და ფიქრობ რომ ვერავინ ვერ შემედავება ამაზე არის ის რომ ყველანაირი მსჯელობა ჩემთვის არის არგუმენტს მოკლებული ამ თემაზე იმიტომ რომ სტატისტიკა არ აქვს არანაირი სტატისტიკა არ გვაქვს რითი ხდება დანაშაული კი ბატონო იმიტომ რომ ყველაფერი იხარშება ერთ ქვაბში ცულით მაკრატლით იქნება, სამზარეულოდანით იქნება, სუფრაზე იქნება, ყველაფერი იხარშება ერთ ქვაბში და მე ჯოხი ტყდება ამაზე. ხო არა. და რეალურად შეიძლება ამის წილი საერთოდ არ იყოს მანდ არაფერი. დაფიქრდი რა, ეროვნული ტანის ამოსით შეგიძლია ატარო ხანჯალი. ანუ ხო, მარტივად მე თუ მომინდა, ჩოხას ჩავიცმევ და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი ნივთი არის ხანჯალი და ვატარებ ამ ხანჯალს რა. და მაგაზე მისატანი მაქვს ხანჯალი ხო არ იყო ცივი არაღი. ეგ ცალკე ჩოხასთან ერთად არ იქნება ისევ. ჩოხის გარეშეც არ იყო. ანუ არა, ეხა ალბათ გააკეთეს. მივიდან გავარკვე მაგას, გასარკვევი მაქვს, იმიტომ რომ მე ხანჯალზე დასკვნა მაქვს, რომ არის რაღაც საკოლექციო, რაღაც ანუ ისეთი ნივთი და არა იარაღი. ხვდები? და ის იგივე დასკვნით, იმ დასკვნით ხო ის ისევ ის არის. ხო და ის შეიძლება გახდეს სივიარაღი, მაგას გავარკვევთ. ყოველ შემთხვევაში, ეგეთი სიტუაცია არის. მე მგონია, რომ დანაფობია დამთავრდება ამ ქვეყანაში და დანარჩენი ნელ-ნელა ძალიან კარგი ამბავი არის ამ ტიპის დანებს რაც შეეხება ამაზეც ვთქვათ. აბა მეგობრებო, თქვენიც აბა მიდით ახლა ბევრი ჩამოიტანეთ. მიაყარეთ, მაგრამ სანამ რაღაცებს ვთქვათ გააკეთებთ და რაღაცა მოითმობთ ხელს სხვის ნაშრომზე, მანამ ვიტყვით ერთს, რომ ანუ როგორც კი გიორგის ექნება უკვე ინფორმაცია სხვა მსგავს დანებზეც, უკვე რეკომენდაციებსაც ჩავწერთ, კონკრეტულ მოდელებსაც გაგაცნობთ და აი ამ კატეგორიაში ძალიან ბევრ საინტერესო დანას შემოგთავაზებთ, ამას უკვე მე ჩემი მხრიდან ვიძლევი პირობას, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო მოდელი შეარჩია თვითონ საექსპერტიზოდ ბატონმა გიორგიმ და ალბათ ცალკე დღის მე ამ დანაზე საუბარი. კიდე ძალიან ვფრთხილობ ხოლმე მიშა, კიდე ერთი კითხვის ნიშანი არის, მაგასაც გავარკვევ წესით იქითა კვირაში ან ორ კვირაში იქნება.
ანუ იმედი მაქვს, რომ იქამდე მივედით, რომ ერთმანეთის საპირისპირო დასკვნები აღარ იწეროს, ანუ შესაძლოა და სამხარაობს შორის. და მე მგონია, რომ ეგ გადაწყვეტილება არის, ანუ ამ დასკვნაში ეგ იკითხება, რომ იმიტომ რომ არ ჩაუღრმავდები, ისე იმიტომ რომ აღარ მინდა მე ამებს გამოვეკიდო წინა რა დასკვნები მაქვს. თუმცა წინა ამ კანონამდე ამ დანებზე რა დასკვნები იწერებოდა, ის ძალკე განხილვის საგანი არის. კეთილი. ერთი ეგ არის, შესაძლოა გავარკვევთ და დანარჩენი კიდე მოდი იმას ვიტყვი. მადლობა ყველას, ვინც ფინანსურად მიიღო მონაწილეობა, თუმცა ჩემთვის ძალიან არაკომფორტული გამოდგა მიშა ეს რა, რომ თქვი, რომ აი საჯაროდ ვისაც გინდათ და რაღაც პირად ანგარიშზე. ესე გადავწყვიტე მიხეილ, სახელოსნოში გავაკეთებ პატარა ფონდივით. ვიც მოდის, მეც შავაგდებ ხოლმე, ზედმეტი ფული მექნება, ვისაც ექნება სურვილი სახელოსნოში რომ მოდიან ხოლმე, მექნება ჩასაყრელი რა. ამ თემისთვის. ამ თემისთვის. ესე გადავწყვეტე, ანუ ესე ვისაც გექნებათ სურვილი, სალესავად მოხვალთ, ზედმეტი იქნება, რაღაცა იქნება, ვისაც მოუნდება რომ ამ თემაში მონაწილეობა მიიღოს, რაც ყულაბად გას? ყულაბად გას. ყულაბად გას და დანარჩენი ახლა ჩემი რესურსებით რასაც შეძლებ გავაკეთებ, რაც მეტი რესურსი იქნება, მით მეტი დასკვნა იქნება და მით მეტად წავა საქმე წინ. მადლობა ყველას გვერდში დგომისათვის. ჩვენიერი აზრი არის ბატონო გიორგი გესტუმრებით სახელოსნოში რა ვიცი ერთი რამე ფაქტი არის რომ ალბათ ხვდებით რომ ეს საკმაო ხარჯებთან არის დაკავშირებული და მართლა ესე ოპერატიულად რო ვიღებთ ნუ გეტყვი ახლა ეს რამდენის თემა არის რა 1 2 3 4 5 6 7 2000 ლარის თემა არის რა 2000 ლარი მე მგონი რა ვიცი ხვდებით რომ არავის არ აწყენს თავისთვის რომ დაიტოვოს რა ხო და კი ბატონო ახლა ორი დანა მაქვს დატოვებული იქით კვირაში 480 ლარის თემა არის ეგ ყველაფერი დაგვიდგა ხალხი გვერდში თუმცა დანარჩენი რაც მეტი იქნება მით მეტად წავა საქმე წინ კაი და შევაფასოთ ერთი მოვლენა მიშა აუცილებლად მე ველოდები ამ მოვლენას იმედია ვიდეო ჩანართი იქნება ხო ზევით სადმე გამოჩნდება ხო შევესწრებით მე მგონი შესაძლებელი არის რომ ვიდეო ჩანართი გავაკეთოთ მე არ მგონია რომ იმ ადამიანის ინტერესებს რაიმენაირად ზიანი მივაყენოთ ან რაღაცა უბრალოდ საჯაროდ არის დადებული მე მგონი გვაქვს უფლება რომ ნამდვილად საჯარო არის არაფერი მათ საავტორო უფლება არ არის და ის არ არის კი ერთი ვიტყვი რომ შევეცდებით სატირალი არის და რო არ ვიტიროთ შევეცდებით რომ ვიცინოთ რა ახლა ამ თემაზე რა თორე ანუ ცუდად არ გაგვიგოს ახლა იმ ადამიანმაც თუ ნახავს ამას ან იმის გულშემატკივრება იცოდეთ რომ გულთან ახლოს მივიტანეთ ეს ყველაფერი უბრალოდ აი სხვანაირად არ შეიძლება რა ამ თემის შეფასება ნამდვილად და ნუ შევეცდებით რომ რაღაცნაირად ირონიულად გაგაცნოთ ეს სიტუაცია ესე იგი მე დავიწყებ ესე ბატონო გიორგი ამ თემის შესავალს გავაკეთებ და შენ ამბავი თქვი მე მოდი ვიდეოს რო ვურთავთ ის ვიდეო შესავალი გააკეთე ვიდეო ვანახოთ და მე გავაგზავნოთ ჩვენ ბატონო მოკლედ რა კავშირშია ერთმანეთთან ანუ ცხუნვარი აფრიკა ცხოველთა უფლებები დანა და შიმშილი ამას ეხევათ ვიდეოში კაი აი მეგობრებო დღეს დილით საბადო ეკიპაჟმა გამაჩერა და გამჩხრიკა ჩამიგარა აუხსენის სიტუაცია აქნე აუხსდა პატარა მრავალფუნქციური ინკოს დანა მქონდა გასაშლელი მაგრატელიც იყო ერთდანაც იყო სახსნელიც იყო ბევრი რაღაცები იყო ის ერთი დანა მქონდა ფილისთვის აქუნებისთვის დასაჭრელად რომელიც ყოფნიდა ვაშოს ჭრიდი შუაზე და უყოფთი ორიოს ეხლა 500 ლარიანი დამაჯარიმეს დანაზე და ახლა მთელად უნდა ვაჭამო დანა რო დავამაჩინო კიდე დამაჯარიმებოდა მთელად უნდა ვაჭამო რა არის მართლა რა კანონია თან ვიკითხებ რომ თუ შეიძლებაო კი შეიძლებაო პატარა იყო ახლა წაღებული აქვს ექსპერტიზაზე ველოდები პასუხს აი ამ თელად უნდა ვაჭრო თელი ამ ხელად და ღეჯოს პატარა რო იყო შეჭამდა უარდება გადმოუარდა ვერ ჩაიდო პირში ამ ხელა ვაშლი ვერ მოდო პირი თუ არ გაუჭერი ის პატარა დანა იყო დიდი არ იყო და ვიყენებდი მხოლოდ მაგისთვის ვაშლისთვის სტაფილოს დასაჭრელად სტაფილოს შუაზე რომ
დაემუშავებია ადვილად აქლემს და ასეთ დღეში ჩამაგდეს. კაი კრიმინალივით. თლიანი. ხეჭოს უნდა დაამუშავოს, მე უნდა გადაყლაპოს. როგორ შეიძლება ეს? მარუსა. მოგვიწია მთელად გადაყლაპო. მთელად. რა ვქნათ? ჭამე თლიანად. ასეა ხალხო. შეიძლება. უნდა გავასაჩივრო, სხვა გზა არ მაქვს. მაშინ მოვიდნენ და თვითონ დამიჭრან და დამიმუშავონ და ვაჭმე ვისე. მოკლედ აღნიშნულ ვიდეოს თუ უყურეთ და ავიცი გამოიტანეთ დასკვნები ჩვენ შეფასებას მოგახსენებთ რომ ჩვენც უყურეთ თქვენთან ერთად სიმართლე გითხრათ შერეულია ემოციები რა რაღაცა წინაყურებაზე ბევრი ვიცინეთ როცა ისე შეხედავ ეხლა რაღაცნაირად გულდაწყვეტილი უყურებდი მიშა პირველზე მართლა მეც გავხსკდი სიცილით ვარ ეხა აი რაღაცა უბედურება რა არის ნუ ეს ვიტყვი დღეს კიდე იმას ვფიქრობდი მიშა და ეს რაღაცა ესე განწყობა შეგვეცალა მაგას ვიტყვი მე ჩემს წენას ვიტყვი და ყველა დაფიქრდეს მაგაზე კარგად ანუ 27000 კაცი არის თუ რამდენია ჩვენთან ჯგუფში მე მგონი მაგდენი არის ამდენი წელია ანუ ხალხი კითხულობთ იქ ხო რა ვიცი აგრესია იქ არ არის არაფერი იქ არ არის წესიერი ხალხი მოწესრიგებული ხალხი ვარ და ამდენი ხალხი კითხულობთ რა შეიძლება რა არ შეიძლება რაზე გვაჯარიმებთ როგორ გადავიტანოთ და ჩემი ღრმა რწმენით დიდი ნაწილი იქ არიან თანამშრომლები შესაძლოა თანამშრომლები რომელთანაც კაი გამარჯობა გვაქვს ებოთა ვესალმები დანებსულესა სამეგობროები ყავს და ეს რაღაცა სიჩუმეა მე თხოვნა მაქვს რა რაღაცა აი მე მესმის თანამშრომლების რომ არის რაღაცა კითხები რომელსაც ისინი არც ვერც საჯაროდ გამოიტანენ ვერაფერი მაგრამ შიგნით რა ერთმანეთთან ურთიერთობაში აი თქვენ თვითონაც ალბათ უმეტეს თქვენგანს არ მოგეწონებათ ეს ამბავი და ესეთ ადამიანებს რა ვიცი ან მე გუბრულად რჩევა მიეცით იმას არ ვიტყვი ახლა რაღაცა საქმე გაურჩიეს არ ვიზახი უბრალოდ ეხლა აი ამას დარწმუნებული ვარ რომ თავმოყარე პოლიციელი როდესაც სიტუაციას გაეცნობა და ნახავს რომ ეს არ არის რაღაცა საფრთხის შემცველი და ადამიანი აი შეიძლება მაქსიმუმ უთხრას რომ მოდი ეხლა წაიღე კანონში სხვანაირად წერია და დაუშვათ აბსურდია მაგრამ სახში დაუჭერე და გამოიტანე ანუ არ დააჯარიმებს აი მაგას ვიძახი ხოლმე რა რომ აი 100-დან ერთი პოლიციელი რო იყოს არაკეთილი სინდისერი და მაგას თუდად ნუ გავიგებთ ეხლა ნებისმიერი 100 ადამიანი ნებისმიერი საზოგადოებრივი რაღაც ჯგუფიდან ამოიღო სუმცირე ერთი არაკეთილი სინდისერი იქნება აუცილებლად მაგს რაღაცა საზომით რო ავიღოთ მთელი ქვეყნის მასშტაბით 100-დან ერთი რო არის არაკეთილი სინდისერი როცა კანონი აძლევს საშუალებას ესეთი ფაქტი მიხდება ბევრი ეხლა ამ ეს კონკრეტულ ზებს საუბრობს თორე რამდენიც გინდა იმდენი არის იქ მოხუცი დაუჯარიმებიათ რო ჭამდა იქ სროლისას დაუჯარიმებიათ იქ მლესავი დააჯარიმეს გასალესიდანით აი აკლემა ვაშლი ვერ ჭამდი აი მარს ხადავალ აკლემა მიჩვეულია რომ დააჭრა და გინდა თუ არა ისაჭამეო რა ქვია აი მოდი მეცინება ანუ პირველი მიშა ანუ ბაკურიანში ხდება თან ეს ყველაფერი. თავისი ჯერ გაჭირვება აქვს აკლებს რომ ბაკურიანში არის. კიდე ვაშლი არა ჭამოს მაგის ზედაოდ წოდოა. შენ რო ხარ პირველი პოლიციელი რო ხარ, სამართალ დამცავი ხარ, მიშა და ბაკურიანში ხედავ რომ კაცი მიდის ორი აკლემით. პრობლემა აღესი არ არის. და ფიქრობ რა არა ეხლა ბაკურიანი ორი აკლემია კაცი მიდის სად მიდის რა უნდა ბაკურიანში აკლემს რა ავღანეთიდან კარავანი მოდისო და გზა ერიაო მოდი გადავამოწმოთ რამე ხო არ მოაქვს ხურჯინითო ხო გადავამოწმე და ხო ნახე რომ ხურჯინით არაფერი არ მოაქვს გაუჩვი რა ფიქრობ რომ ამასო დანახვა რა აქო აკლემე ამასო უეჭველიდან Короче, იმენა მოდისო კაცი მოდისო. სამი აკლემი ყავსო, ყავს ესეთი დანაცაა, ხო და? დანაცეკანებაო და დავაჯარიმოთო. ჩემ ბიჭებო მეგობრებისა, აკლემებით არიანოთ, თორე გაგაჩერებენ დანაზე. აი მე. ანუ სულცია ის ხო იყო მოსაძიებელი რომ აკლებს რა უნდა ბაკურიანში. რა არის პრობლემა? არ არის პრობლემაც, რა. არანაირი. სიმართლე გითხრა ამ ვიდეოში, აი რაღაცა თავის ტრაგედია სიცილთან ერთად
აკლემი მეწოდება ძალიან მიშა. მე გულწრფელად კიდე ერთი რამის მიჯერა, რომ მე ვიცი რომ ჩვენ ქვეყანაში არიან გავლენიანი ადამიანები, რომლებსაც ცხოველების მიმართ აქვს ძალიან დადებითი და შეიძლება სიყვარულიც რა და დარწმუნებული ვარ აი ეს ბრძენი კაცი ეს ვიდეო რო კონდეს ნანახი ნამდვილად მიიღებდა ზომებს აი ამ პოლიციის მიმართ. ვიტყვი რა ახლა და სწორად გამიგეთ და დამიჯერეთ. ანუ ვიღაცამ შეიძლება ნახოს ეს ფაქტი მივიდეს ან ჩვენ არა ის ვიდეო ნახოს და იფიქროს რომ თქვა აი პოლიციელს ქონა გადაცდომა. ანუ კანონშია პრობლემა დამიჯერეთ რა კანონი თუ არ დაარეგულირებს ადამიანს რო აძლევ მაგხელა ძალაუფლებას მე პოლიციას არ ვაყენებ რაღაცა შეურაცხყოფას ელემენტარული ამერიკაში ჩატარდა ეგ ექსპერიმენტი რა ცივილიზებული ხალხი შეყარეს ძალაუფლება მიცეს და 5 დღეში დაიწყეს 6 დღე გაგზელდა ექსპერიმენტი რა და ჩაიშალა იმიტომ რომ ძალადობა დაიწყო მეორე ჯგუფზე რა და როცა აძლევ ამხელა ძალაუფლებას ესეთი ფაქტები ბევრი ხდება ხო და ანუ კანონში არის პრობლემა ჯგუფში რო დავდე მიშა აკლემზე რო თქვი სიმართლე გითხრა რა იქაც დაიძაბა სიტუაცია ანუ ერთმა დაწერა რომ არა არ შეიძლება ვაკლიმი შეიძლება დაიხრჩოსო ანუ თლიანზეო და მე საპირისპირო აზრი დაფიქსირდა რომ აქ თქვენ რომ რა ის თუ აკლიმიო კომბაინი არისო რა და ყველაფერს ჭამსო ანუ გაცდა იმას რა დანას იმას გაცდა ყველაფერს გაიჩიტა ექსპერტები და შეიძლება თუ რა აკლიმა ჭამოს ანუ სხვა პრობლემა არ არის არა რა ჩემი აზრით იმ ვიდეოში ეს აკლემი ისე იყურება მიშა რომ ხვდება რომ ჯარიმაც იმის გადასახდელი არის დამატებითი საათები უნდა იმუშაოს სიმონ უეჭველი დამშიერმა აბა შემოსავლის წყარო ეგ არის ვინ უნდა გადაიხადო ეს ჯარიმა აი აკლემების აჯანყება რომ მივიღოთ მე ნახეთ თქვენ პროტესტის ნიშნად რო აგდებს გეგი დაურთე ისევ რომ ურაფრთხებს ეს ძირს და მე რომ უყურებს ესე რომ აროჩი help me ალუბალო იმენა გვერდზე რო სტაფილოები ყრია კიდე ამოქეკილი დანაშაულის ლითები არა ვაფშე გეგისთან ხოვნება ექნება რომ ეს რასაც იძახის ინკოს დანა რა აი მოვნახოთ და დავდოთ ეს საერთოდ მაგდანაზე როგორ შეიძლება გაჭირება დანაც არ არის ნაგავია რაღაცა ინკოს მრავალფუნქციური მიშა წეგან კაი რაღაცა თქვი და რაღაცა რო გაუგზავნოთ იმ ადამიანს ოღონდ ისეთი არა რომ აკლემიც არ იყოს მშიერი ვურჩიოთ რომ ის ჩვენ სრულფასოვან დანას ვაჩუქებთ ამ ადამიანს უბრალოდ ჩვენგან რჩევა იქნება რომ მოდი ქუჩაში აღარ დაუჭრას უბრალოდ დაჭრას ხოლმე და როიზახის დამიჭერით და მოვიტანეთო ხო ნუ აი ჩვენ დასაჭრელ ინსტრუმენტს მეგობა რომ ჩვენი მაღაზიის სახელით გაჩუქებთ კარგად შევარჩიოთ მოკლედ რა და შევეხმიანოთ მოკლედ კიპოვით აუცილებლად გამოგიგზავნით თუ ვინმე იცნობთ ცუდად არ გაგვიგო მსგავსი სიტუაციები ჩვენ შეგვიძლია მოგიყვეთ ძალიან ბევრი და გაგიზიაროთ ჩვენი გულისკიული უბრალოდ იუმორით ამ თემაზე ავიც გავიდეთ ბოლოსკენ ბატონო გიორგი ყველას მშვიდობა უსურვოთ აკლემებსაც კი ბატონო მაძღრად ყოფნა გაჭირდა საერთოდ აკლემი აბარას მოდა ჩვენ კიდე სიცილი გავოგზავნოთ მე აბა მომავალ ვიდეოებში მეგობრებო მადლობა